იმ კონსპირაციულ თეორიებს, რომელიც საჯარო განცხადებებით აქამდე ქართული ოცნების წევრების მხრიდან ჩვენ მოგვისმენია, ახლა ექნება ოფიციალური დოკუმენტის სახე და ამას აპირებს პარლამენტი, რომ რამდენიმე წუთში კენჭი უყაროს და მხარი ერთპარტიულად დაუჭიროს. ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები deep state-ი, რომელსაც ადანაშაულებს ახლა ქართული ოცნება ურთიერთობების გართულებაში ამერიკელებთან და ფაქტობრივად მტრულ დოკუმენტად მოიხსენიებს ქართული ოცნება მეგობარ აქტს, რომელიც კონგრესში ორი პარტიული მხარდაჭერით არის მიღებული და რეალურად ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რადგან მეგობარი აქტის დამტკიცების შემდეგ სწორედ დასანქცირდებიან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. Deep State-ი ომში ჩათრევის მცდელობა, ეს ფრაზები გვხვდება 7 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და სცადა, რომ ერთი მხრივ თითქოს და აეხსნა, რატომ შეცვალა საგვარეო კურსი და სამი მიმართულებით შეიმუშავეს საპასუხო განცხადება კონგრესის მიმართ. ერთი, უმტკიცებს ახლა კონგრესს ქართული ოცნება, რომ საგარეო კურსი ქართულ ოცნებას არ შეუცვლია. მეორე მხრივ ამტკიცებს, რომ მას საეჭვო კავშირები რუსეთში, ჩინეთსა თუ ირანთან არ აქვს და ასევე ევრომისწრაფებებზე, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე თითქოს ქართულ ოცნებას უარი არ უთქვამს. თუმცა ამ 7 გვერდიან დოკუმენტში ვერ ნახავთ და ვერ ვკითხულობთ მაგალითად იმ მთავარ შენიშვნებზე არგუმენტს, რის გამოც კონგრესმა მიიღო მეგობარი აქტი. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდა, იყო ძალადობა, რის გამოც სასამართლოებში ადამიანების რიგები იყო და დღემდე არაერთი პატიმარია. ამ შემთხვევაში ამ მთავარ გამოწვევებზე ქართულ ოცნებას არც ერთის წინადადება და სიტყვა არ უხსენებია იმ დოკუმენტში, რომელსაც ახლა კონგრესი საპასუხოდ პარლამენტში იღებს. 2025 წლის 5 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც თავისი არსით საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ უაღრესად მტრული აქტია. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი ეფუძნება სამ ძირითად სრულ ბრალდებას. A. საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსლა. B. საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. G. საქართველოს ამყარებს არასათანადო კავშირებს რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს. ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოსადმი Deep State-ის უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იმის ნაცვლად, რომ Deep State-ისგან დამოუკიდებლად მოქმედებდეს და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ უსამართლო სანქციების გაუქმებას თხოვდეს, პირიქით მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს. საქართველოს პარლამენტის შეფასებით ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს. Deep State-მა საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა Deep State-ის წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია Deep State-ის წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი დაიბრუნეს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200 წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული. შალვა პაპუაშვილისგან ცადეთ განმარტებების მიღება, მაგალითად როგორ წარმოუდგენია ახლა ქართულ ოცნებას ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როდესაც ორ დღეში ჯერ იყო ირაკლი კობახიძის ღია წერილი, სადაც ასევე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები იყო და ახლა უკვე პარლამენტი იღებს ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც მტრულ დოკუმენტად აცხადებს მეგობარ აქტს, რომელსაც იღებს კონგრესი და რომელსაც მხარს უჭერს მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი ამბობს, რომ და რეალურად არგუმენტი არ აქვს, როგორ გაგრძელდება ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მიიღებენ თუ არა მაგალითად და გამართლდება თუ არა მათი მოლოდინი, როდესაც აანონსებდნენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. ამდენი თვის მერე როგორ შეძლეს ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნება, რომ საგარეო კურსი არ შეუცვლია, ან ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს, პაპუაშვილს არგუმენტი არ აქვს. ასევე ვერ გვპასუხობს კითხვაზე, რატომ არ მოხდა არგუმენტების ჩაწერა ამ 7 გვერდიან პასუხში კონგრესის საპასუხოდ ძალადობაზე, რომელიც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, როდესაც ადამიანები საავადმყოფოებში მოხვდნენ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ. უსაფრთხოების სექტორშიც კი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომლების გათავისუფლება ზუსტად იმის გამო, რომ ისინი განიხილებიან deep state-ის ნაწილად. ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის სტრუქტურა, რომელიც ამხილა ამერიკის შეერთებულ შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ და რომლისგანაც ცდილობს, რომ გაიწმინდოს მთლიანად სახელისუფლებო შტოები. ამიტომ, რა თქმა უნდა, deep state-ის მისი აქტორების გავლენა სხვადასხვა სფეროში თუ შტოში არის მნიშვნელოვანი. ხო, როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების გაგრძელება შეერთებულ შტატებთან, როცა თქვენც ირაკლი კობახიძეც უძღვნით ღია წერილობს და ეუბნებით, რომ deep state-თან კავშირში არიან, რომელსაც თქვენ მთავარ მტრად აცხადებთ, ხო? შედეგი რა იქნება ამ წერილში? ჩვენ გვჯერა ერთი რამის, რომ ნებისმიერ და ეს არის ჩვენი ქართული წარმოდგენა მეგობრობაზე. რა წარმოდგენა აქვს მეგობრობაზე აქტის ინიციატორებს, ეს ვნახეთ, მაგრამ ქართული ხალხის წარმოდგენა მეგობრობაზე არის ის, რომ მეგობრობა ეფუძნება ღია, კეთილსინდისიერ გვერდში დგომის პოზიციას. მეგობრობა, რომელიც ჩვენ გზად და ხიდად მიგვაჩნია, ეს არის ჩვენი გაგება. მხარდამხარ დგომის, ერთმანეთის მეგობრობის დაფასების მტრულ აქტად გამოცხადებულ მეგობარ აქტზე საპასუხო განცხადებას რამდენიმე წუთში პარლამენტში კენჭს უყრიან და დაამტკიცებენ.